გაუმართეს. მანქანების განხილვაზე რომ მიდგება საქმე, ბევრი არავინ გამახსენდა უკეთესად შეეძლოს ვიდრე შენ. ნახოთ, Citroen C3 ავიაროთ და დავილაპარაკოთ. შევხედოთ, წავედ. ეს ცელოფნები ჯერ კონდეს, ხო? ვინც მოიგებს იმან მოხდა. C3 მოკლედ რა, მე ძალიან მიყვარს, როდესაც აქვს მანქანას დიდი ისტორია. ანუ საუკუნეზე მეტია ქმნიან ავტომობილებს და ძალიან ბევრი ინოვაცია აქვს დამკვიდრებული, მაგალითად თავის დროზე თვითონ პირველები იყვნენ, ვინც წინაამძრავიანი მოდელი გამოუშვეს. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ამ დროში და ამ რეალობაში, Citroen-მა რაც თავარი რაც შეინარჩუნა არის ის, რომ ძალიან სახასიათო გამორჩეულ მოდელებს ქმნის დიზაინი. საინტერესო ტიპია და გამოირჩევი. არ შეგეშლება, დაინახავ, ვა, Citroen-ი ეგრევე ხვდები. არის შემოტანილი მაქსიმალურად, რაც შეეძლოთ lifestyle. რითაც შენ ცოტა გიხალისდება ეს ყოველდღიურობა რა. მასალების ხარისხი კარგია, გაფორმებულია ისე რომ ხსიამოვნებს რა. ეს არის კომპლექტაცია Shine. Shine არის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია, რაც კი შეიძლება ჰქონდეს Citroen C3-ს, აი ამ მოდელს. ამაზე უკეთესი არ არსებობს. საკმაოდ სასიამოვნო არის, გულისხმობ თავის ბალანსს რა, სირბილეს. ჩემი შეგრძნება არის, რომ ბალანსი არის სირბილეს და ეგრეთ წოდებულ სპორტულობას შორის. ახლა ამ მანქანას ვერ მოთხოვ რაღაც სპორტულობას, მაგრამ 1 და 2 ლიტრი მოცულობის ძრავი აქვს ამ მანქანას. ეს ცოტა დრო არ მოგვეჩვენოს, დავამატებ რომ არის ტურბო. ესე საკმაოდ 10%-იანი აღმართი კი არის მე მგონი და. კი. მიაქვს, ანუ ნახევარი წამიც კი არ უნდა ტურბოს რომ ამოისუნთქოს და ეგრევე მიაქვს. ეს მანქანა ქალაქში დაწვავს სადღაც 6-დან 7-მდე. მე მგონია რომ ქალაქგარეთ 5-დან 6-მდე. აი ესეთი წვა ექნება. მოკლედ ჩვენ წინ გვაქვს მაგიდის დერბის მეოთხედ ფინალები და ყველა მონაწილეს წარმატებას გისურვებთ, გამარჯვებას და ამ მანქანის თქვენს მფლობელობაში გადმოსვლას, რომელიც პრიზად მაგიდის დერბისთვის დააწესა ევროპაბეთ სპორტმა. აბა თქვენც